გამშვიდობის მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად გაცხადდა და ზედაპირზეა, ასე თუ ვიტყვით. დღეს მიმდინარეობს საქართველოს სრული რუსიფიკაცია. საქართველო არის უკვე მთლიანად აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან, ასევე სრულიად ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, როგორც რუსეთის უკანა ბაღი, როგორც რუსეთის ორბიტაზე მოძრავი უნიშნელო ნაცრისფერი ჭაობში ჩაძირული კორუფციული ერთეული და ეს არის ქართული ანტიოცნება პარტიის სახელით ქართული ოცნება. აი ეს არის ნომერი 51 დღეს. საქართველოს რომელსაც არ გააჩნია ამბიცია, რომელსაც აღარ გააჩნია საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც არ უნდა კონდეს სუვერენული საგარეო ხმა, აი რამდენს გვესაუბრებიან სუვერენიტეტზე, რამდენს გვესაუბრებიან მშვიდობაზე და ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არის სუვერენულობის, მშვიდობის და თავდაცვის უნარიანობის წინააღმდეგ მომართული. აი ეს არის ზუსტად რუსული ცინიზმი, მაგრამ ასევე რუსული ოპერაციაც, ხო, თავისი შინაარსით, თავისი სტილით, თავისი ტაქტიკით, თავისი სტრატეგიით ესეთია ზუსტად რუსული ტიპის კურსი. რუსულ ტანკებს კი არ გულისხმობს აუცილებლად, არამედ ყველაფერი ქართულის სპობას, ისევ ყველაფერი სუბვერსიულად დატრიალდეს, ხო? გესაუბრებიან მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობის გარანტიების შექმნის გარდა ყველაფერს აკეთებენ. გესაუბრებიან სუვერენულობაზე, მაგრამ ყველა ის მხარე, რომელიც სუვერენულობის მცველი არის და მეგობარი ჩვენი ქვეყნის სუვერენულობის არის გადამტერებული და ყველა ის მხარე, რომელიც პირიქით ან არა დაგიდევს საქართველოს სუვერენულობას, ან არის მტერი, არის მოყარეთ შერაცხული და ვინმე მამუკა ფიფია იქნება ეს თუ სხვები, თუ იქ რომანოვი რო ყავდათ, ბოტასების გუნდი რომანოვი, ხო? აი ესეც როგორ ქოცურია, ხო? ბოტასების გუნდი რომანოვი, რომელიც ახლა თვითონ გამოაცხადეს დამნაშავედ, ხო? კრიმინალებმა კრიმინალი გამოაცხადეს დამნაშავედ და ამ სერს გვაყურებენ და ეს ყველაფერი არის უმნიშვნელო რაღაც ქსელებიაც ავსებს ამ ბევრი დრო აღარ დავკარგოთ, ბევრი საკითხი დარჩა და ცოტა დრო დაგვრჩა, ამიტომ მე მინდა გკითხოთ შალვა პაპუაშვილის მორიგ თავდასხმაზე, მისი ტოქსიკური სიყვარული ჩემთვის ყოველდღე დაუხსნელია ევროკავშირის მიმართ. ყველაფერს ევროკავშირს აბრალებს, რა ვიცი, ფრთხილი რო ტკივა, ალბათ ესეც მისთვის ევროკავშირის ბრალია. ევენეციის კომისიის ტრამპის მიერ დატოვებას თავის პროპაგანდა შეუსაბამა შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ აი ეს პოლიტიკოს კომენტატორთა კლუბი გახდა და არა სამართლებრივი ინსტიტუციაო და ამიტომ რაღაც გაამართლა ვენეციის კომისიის იგნორირება საქართველოს ხელისუფლების მიერ. რას უპასუხებთ თქვენ პაპუაშვილის ამ დამოკიდებულებას? ძალიან მარტივია. პაპუაშვილი წარმოადგენს თავის რწმენით, ხო, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს, ხო? ჩემთვის არ წარმოადგენს. არც ხელისუფლებას და არც საერთოდ ძალაუფლების ავტორიტეტს, მაგრამ თვითონ ხო არის ამ როლში, ხო, აი რუსული რეჟიმის დავალებით, რომ ვითომ არის ეგრეთ წოდებული პარლამენტი და ვითომ აწყავს ეგრეთ წოდებული სპიკერი და ეს არის პაპუაშვილი, ხო? აი ნახეთ, ამ ინტერესებს რო შეხედო, ამ საქართველოს აქვს და თვითონაც ფორმალურად ხომას ამბობენ, განცხადებული ევროკავშირის წევრობის სურვილი. და იმისთვის თუ და ტრამპს არ აქვს ევროკავშირის წევრობის სურვილი გამოცხადებული. ამიტომ ტრამპს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას სურს. წერტილი ძალიან მარტივია. და ამ სახელმწიფოს და მათ შორის ამ რეჟიმს ფორმალურად, რა თქმა უნდა ფორმალურად, მაგრამ მაინც აქვს გამოცხადებული ევროპული კავშირის წევრობის სურვილი. თუმცა დღეს თქვა, რომ სინამდვილეში ევროკავშირის გაწევრიანების წევრობას და მისი დასკვნების შესრულებას. აი ეს არის ლოგიკა. ამიტომ პაპუაშვილი ასე ამბობს, არის სისულელე. თუმცა დღეს თქვა, პირდაპირ თქვა, რომ სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ არსებობს. ეს პაპუაშვილის ციტატაა. ეს არის ბრიუსელის დავალებების შესრულება და ამას რაღაც მომენტში თვითონ ბრიუსელიც აღიარებს ხოლმე. მოლაპარაკებების დარქმევა ამაზე არის აბსოლუტური ფარსი და ამის წარმოჩენა თითქოს ეს არის რაღაც ორმხრივი პროცესი. სინამდვილეში ეს არის ცალმხრივად დავალებების მიცემაო. ამას ამბობს კაცი, რომელიც 17 წელი გერმანულ ორგანიზაციაში მუშაობდა და ამაყობს იმით, რომ გერმანიაში სწავლობდა და არ ვიცი, მე არ ვიცი რა დაუშავა მართლა ევროპამ ასეთი ან პაპუაშვილს ან კობახიძეს ან დანარჩენებს, რომ ისინი ასეთი მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკით, ანტიევროკავშირის პოლიტიკით გამოირჩევიან ჩვენს ქვეყანაში. ხო, დავიწყოთ იმით პირველ რიგში, რომ ნამდვილად ევროკავშირის მოლაპარაკებები არ არსებობს, როგორც არ არსებობს, იმიტომ რომ პაპუაშვილი და კობახიძე არსებობენ პოლიტიკურ ასპარეზზე, ძალიან მარტივად. მე დავეთანხმები, რომ არ არსებობს არანაირი პროცესი, იმიტომ რომ ეს პროცესი მათ შეაჩერეს და არა ევროპულმა კავშირმა, რომელიც დღემდე ახლაც კი 2026 წლის იანვარში გეუბნება, რომ თუ შენ ამ რეფორმებს გაატარებ, პაპუაშვილიც კი, ხო, ყველა მიცისაც არიან, ხო, ბერლინშიც და პარიზშიც.
პაპუაშვილმაც კი რომ გაატაროს ახლა ეს რეფორმები მასაც კი გაუხსნიან მისი მეთაურობითაც კი გაუხსნიან დე-ფაქტო რეჟიმში თუნდაც საქართველოს კარს, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ამბავია. ფაქტობრივად არც კი გვიხურავენ ჯერჯერობით. ხო, რატო არ გვიხურავენ? რატო არ გვიხურავენ? იმიტომ რომ მათი არსებობის პირობებშიც კი, იმიტომ რომ ეს არის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ რამ გახსნა ეს კარი? ეს კარი ხო არ გახსნა 2022 წლამდე. აი ამ გეოპოლიტიკის გათამამებულები ხომ არ არიან? არა, ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერები, რეჟიმი, თავარ ვქოთ პირდაპირ და ამ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით თუ ქართული ხალხის სურვილით, რა ვიცი, გათამამებულები ისინი ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რომ რუსეთს დაუმტკიცონ ერთგულება. ეს ნამდვილად, მე არ ვფიქრობ ისინი გათამამებული არიან მაგ გარემოებით. გათამამებული იქნება და კარგი ხელისუფლება ახლა იმ გაგებით, რომ ამ გეოპოლიტიკურ მომენტს გამოიყენებდა არა მარტო რუსეთ-უკრაინის დინამიკას, არამედ რეგიონალურ დინამიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ხდება, აი როგორ შეიძლება, რომ მშვიდობაზე ლაპარაკობდე, შენგან სამხრეთით 4 აწლილოვანი კონფლიქტი და კიდევ მეტი პრინციპში უფრო ფართო საფუძვლების მქონე კონფლიქტი სრულდებოდეს, ტრამპის გზა ერქვას სამშვიდობო მოცემულობას და შენ არც კი გელაპარაკებოდნენ შენგან 2 საათის გზაზე. ხდება ეს. ამიტომ მე მგონია რომ 2022 წელმა რომელმაც ერთი მხრივ გახსნა კარი ჩვენთვის, ქართველებისთვის, მეორე მხრივ დააჩქარა მათი, ანუ რუსების, ანუ კობახიძის და პაპუაშვილის ლუსტრირება და დააჩქარა მათ მიერ გატარებული ავტოკრატიული კურსიც. იმიტომ რომ 2022 წელი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი გახდა, ვინ საით დადგა აი ამ ძალიან დიდ ახალი არქიტექტურის შექმნის პროცესში არსებულ გზაზე, ხო? ზოგი დადგა ნათელ მხარეს, ზოგი დადგა ბნელ მხარეს და ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად სად დადგა ქართული ოცნება. ეს არის რეჟიმი, რომელიც ელოდა კიევის ერთკვირაში დაცემას. ეს იყო მათი პირველადი მოლოდინი და არქიტექტურა და სურვილიც, დიახ და აი ჩვენ ხედავთ შემთხვევით არ არის კობახიძე ერთხელ 59 ჯერ დაესხა თავს უკრაინას, ამასაც დავამატებ, 59 ჯერ წარმოიდგინეთ და ამავე დროს სულ რაღაც 9 ჯერ ახსენა იმავე წელს ერთ-ერთ გამოცემას თურქეთის მახსოვს პუბლიკას ჰქონდა დათვლილი. 9 ჯერ ახსენა საერთოდ რუსეთი და 59 ჯერ დაესხა თავს უკრაინას. ამიტომ ესენი დაჩქარდნენ საკუთარ რუსობაში და საკუთარ ავტოკრატობაში. ახლა ძალიან საინტერესო იყო პაპუაშვილის ვრცელი კომენტარის ფონზე ვენესუელას ამბავს მოზრდილი ტექსტი უძღვნა, მაგრამ ხელისუფლებამ არც ერთხელ არ ახსენა შეერთებული შტატები და არც ერთხელ არ ახსენა ვენესუელა და მადურო როგორც რუსეთის მოკავშირე, მაშინ როცა მათ და ჩვენ ქვეყანას ახლა მიეცა შანსი არაღიარების პოლიტიკა განაახლოს და ვენესუელას ახალ ხელისუფლებას, ნუ ჯერჯერობით მთლად ახალი შეიძლება დავარქვათ, მაგრამ რაც არის, თხოვოს უკან წაიღოს სამაჩაბლოს და აფხაზეთის აღიარება. სირიაშიც იგივე არ გააკეთა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და პირიქით ვხედავთ ჩვენ, რომ მაგალითად დღესაც პაპუაშვილმა თქვა, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ გააკეთა. აი, სირიის მაგალითი უნდა მომიყვანა მეც, იმიტომ სირიის მაგალითი ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ისეთ ვითარებაშიც კი, სადაც მათ შორის პოლიტიკური დასავლეთისთვის მისაღები კონფიგურაცია დაჯდა, ხო? ერთ დროს ტერორისტად შერაცხული და დევნილი პირი, ახლა არის ლეგიტიმური პირველი პირი, რომელსაც იღებენ დასავლეთში, რომელსაც ესაუბრებიან, ვისაც კავშირს და პარტნიორებს ამყარებენ, სანქციებს უხსნიან და ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხელს ართმევს და ოვალურ კაბინეტში მიიწვია, კი ბატონო. და აი ასეთ ვითარებაშიც კი სადაც არ იყო ხო ვთქვათ კითხვები სუვერენულობაზე, არ იყო სპეცოპერაცია, სულ სხვა რაღაც მოხდა. ასეთ ვითარებაშიც კი და რა არის ამაზე უფრო კარგი ლაკმუსის ქაღალდი და ამაზე მეტი ილუსტრება რა არის. ასეთ ვითარებაშიც კი პირველივე თვითმფრენს ასე იგი გავყვებოდი სირიის მიმართულებით, ხო როცა ეს მოხდა, მე რომ ყოფილიყავი საქართველოს მმართველი გუნდის წევრი, პირველივეს. მაკა ბოჭორიშვილის პასუხი იყო ასეთი აკვირდება მოვლენებს. ხო, აი მაკა ბოჭორიშვილი აკვირდება მოვლენებს, ან კაპუჩინოს სტრუპვისას, ხო, აი მაკა ბოჭორიშვილი არავის არ აინტერესებს ისეთ საფათბირის მოვლენები. მაგრამ მაკა ბოჭორიშვილი რამეს კი არ აკვირდება, მაკა ბოჭორიშვილს უფლება არა აქვს ან აზრი კონდეს, ან რამეს დააკვირდეს. მაკა ბოჭორიშვილს კი არა, მის პრემიერ-მინისტრს ეგრეთ წოდებულს აქვს თუ არა რაიმეს უფლება, ეგეც გამოსარკვევია. მაკა ბოჭორიშვილი საერთოდ ვინ არის ამ მოძებნობაში? არავინ და აი ამ გეოპოლიტიკურ სურათს უყურებ, რომელშიც ძალიან დიდი ტექტონური ძვრები ხდება. საერთოდ ახალი მსოფლიო იბადება ბევრი თვალსაზრისით და აქ მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გარკვეულწილად
შეცვალა ხო ამ ეტაპისთვის საკუთარი კონსულში ამ ადმინისტრაციის ამ ეტაპისთვის ხო მე არ ვიცი რა იქნება და 2030 წელსაც არ ვიცი რა იქნება მაგრამ ამ მომენტისთვის ახალი ტიპის კურსი აქვს ხო ეს ერთი ხედავთ ირანში ძალიან საინტერესო მოვლენებს სამხრეთ კავკასიას არ ვახსენებ ხო საერთოდ ხო ევროპული კავშირი ძალიან ახლებურ ფაზაშია შესული საკუთარი უსაფრთხოების და საკუთარი როლის თუმცა პაპუაშვილმა მაგაზე ძალიან საინტერესო არცად გრიგოლ აი ეგ მინდოდა აი მაკა პოჭრაშვილის ზის და რაღაცას აკვირდება თურმე არა პაპუაშვილს მინდა რომ დაუბრუნდე ევროკავშირი როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს პაპუაშვილი ამბობს იმ ფონზე რასაც ჩვენ ვხედავთ და მით უმეტეს ეს თქვა მაშინ როცა პარიზში მიმდინარეობდა მსურველთა კოალიციის შეხვედრა და უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების გარანტიების გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ჯერეთი ეგ და მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. და თუ არ არსებობს ასე ძალიან რატო წუხს ბატონი ეგრეთ წოდებული სპიკერი, ხო? ყოველ დღე საათებს უთმობს ევროპულ კავშირზე საუბარს და თუ არც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი არ არის, არც ღირებულებითად და არც სხვაგვარად. რატომ ახსნა? მე გეტყვით რატომ წუხს? იმიტომ რომ მას აქვს პირდაპირი დავალება, კამპანიური დავალება, რომ ევროპული კავშირის იდეა იქნას დემონიზებული შემდგომად კიდევ დამატებით, მას აქვს დავალება რომ ეს ყველაფერი მიიყვანოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებამდე და უვიზო რეჟიმის ან რეალურად გაუქმებამდე ან საქმის იქამდე მიყვანამდე რომ უვიზო რეჟიმი ჩამოგვერთვას, მას აქვს დავალება რომ ეს ქვეყანა ბოლომდე იქნას ჩარაზული და ბოლომდე გადაიქცეს აი მისნაირი კორუმპირებული ადამიანების საძოვარად, სადაც ქართველი ადამიანი იქნება დამშეული, გაღატაკებული პერსპექტივის გარეშე, სადაც კიდევ უფრო მეტი ქართველი დატოვებს ამ ქვეყანას და სხვადასხვა ერები და სხვადასხვა ეთნოსები შეავსებენ ამ ქვეყანას. მე ხა ეთნიკური ნაციონალიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სამოქალაქო ნაციონალიზმი მახასიათებს, დიდი სიამაყით ვიტყვი. მე მგონია რომ პირველ რიგში ქართველებს უნდა შეგვეცდოს ამ ქვეყანაში ცხოვრება, მუშაობა და განვითარება და სხვა ხალხებიც იყვნენ ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ვინც ჩვენ კანონს დაიცავს და ამ სივრცეში იქნება ინტეგრირებული იყოს, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეს არ არის. ეხლა ხდება სხვა რამე. ეხლა ხდება ქართველების ჩანაცვლება სხვა ხალხებით. ეხლა ხდება ინვესტიციების ფარული, რაღაცა ფარული კონვერტები და ფარული საიდუმლო კონტრაქტებით გადაცემა სხვა ხალხებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის საქართველოს ქართველების გარეშე. რა შევხედოთ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს არის კატასტროფა, რა შევხედოთ ემიგრაციის მაჩვენებლებს არის კატასტროფა, რა შევხედოთ ეკონომიკა რითი უნდა განვითარდეს საერთოდ და ფასები ეხლა რო გაახსენდა წინა საახალწლოდ. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი უკაცრავად წინა პერიოდში. მე ვიყავი სპიკერი იქამდე და უმრავლესობის ლიდერი, ჩემი გუნდი მართავდა, თუ ეს გუნდი მართავდა. ვინ გამოიწვია ეს ფასები? ვინ გამოიწვია ინფლაცია? ვის გამო არის იმპორტ-ექსპორტის ურთიერთმიმართება ასეთი ავადმყოფური, სხვა სიტყვა მას არ აღწერს, ხო? მილიონობით მარტო რაღაც კითხს და პამიდორს და რაღაცა ელემენტარულ სანოვაგეს უკეთო. გეორგია გვიწოდეს მიწათმოქმედების გამო მამუკამ დინარაძე და ფასებიც დაიწევს როგორც და პრობლემა ირანული კიტრი მართლა პრობლემაა ძალიან დიდი, ხო? მწვანილი შემოგვაქვს პრობლემა და ეხლა გამოდიან და აი მამუკამ დინარაძემ და ვინც არიან კიდე მაკა პოჭრაშვილიც არის? კარგია, იმიტომ აი გეოპოლიტიკური ფიქრის პარალელად საქმე მიეცა კიდევ ერთი ფასებიც. მადლობა, დაკვირვების პარალელად ფასებსაც დააკვირდებიან, რომელიც თავად არ აწუხებთ მაღალი ხელფასების და შემოსავლების გამო. გრიგოლ გეგელია, ლელუ საქართველოს პარტია ლელუ საქართველოს საგარეო მდივანი იყო ჩვენი სტუმარი.